თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი შედგა. ფესტივალს, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელიც პიანისტი ალისო ვირსალაძეა წელს დაარსებიდან 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი შეუსრულდა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მასში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსები იყვნენ ჩართული. თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალის დახურვას პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო. ფესტივალი ყოველწლიურად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. წინს რო სრულდება, როდესაც თავდება ყველაფერი. რომ ისეთი ატმოსფერო არის აქ შესანიშნავი. ისეთი შესანიშნავი ამინდები იყო და საწყენია რომ უკვე ყველაფერი დასრულდა. მე ვიყურე კიდევაც რომ ახალ ამბებში იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ. იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება. ნამდვილად ვირტუოზები არიან, სცენაზე მაგათ ლეგენდები იდგენ, უმაღლესი კლასის მუსიკოსები, ორმაგად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დედაქალაქის გარეთ ტარდება თელავში ეს ფესტივალი უკვე რამოდენიმე წელია და ეს უკვე დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს და ძალიან მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.